you. Thank you. How are you? მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო მინისტრებო, ბატონო ელჩო, მოგესალმებით. ძალიან დიდი სიხარულით მინდა მოგესალმოთ და გამოხატოთ მაყოფილება იმითი, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს განახლებული ინფრასტრუქტურა და ასევე იმაზე ადრე ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ვიწყებთ მოფრენის ტერმინალის მშენებლობას. და სასიხარულოა, რომ ეს ხდება მართლაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს მასშტაბით ტურიზმის მაჩვენებლებმა ძალიან მნიშვნელოვნად იმატა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული და სწორედ ამიტომ რომ ასეთი ზრდის შენარჩუნების პროგნოზი გვაქვს და ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები, სწორედ ამიტომ TAV Georgia იწყებს დღეს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეების და ასევე საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები. TAV Georgia გახლავთ TAV Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და თავის ფრანგ პარტნიორებთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. TAV Holding-მა უკვე განახორციელა $100 მილიონ-ზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება მშენებლობაში განხორციელდება ჯამში $60 მილიონ-მდე დამატებითი ინვესტიცია. მადლობა მინდა გადავუხადო TAV Georgia-ს და TAV Holding-ს გაწეული საქმიანობისთვის. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება TAV Holding-ის პრეზიდენტი, ჩვენი მეგობარი ბატონი სანი შენერი, რომელმაც პირადად შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მინდა ასევე შეუერთდე იმ მადლობებს, რომელიც გამოთქვა ეკონომიკის მინისტრმა და მადლობა გადავუხადო TAV Georgia-ს ადგილობრივ ოფისს, მის მენეჯერს ბატონ მეთე ერკალს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსათვის. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის კონტრაქტორებს ძალიან ხარისხიანი და დროულად შესრულებული სამუშაოებისათვის და რა თქმა უნდა გაერთიანებულ აეროპორტებს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობისათვის, რომელიც ჩამოყალიბდა მათსა და TAV Georgia-ს შორის. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ სანი შენერს, მინდა მოვიწვიო იგი სცენაზე და გადავცე მას მადლობის სიგელი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. გთხოვთ ბატონო სანი.